არაცნობიერი წამოწდენები კაცები ხალების წინააღმდეგ. ანუ რაც ეს ფეხი-ფეხზე გადადებული მამაკაცი, რა თქმა უნდა, ინტერნეტიდან მოძიებული ტექსტ მასალა არ არის, ეს არის გამოუქვეყნებელი ჩანახატები ქეთევან მაღალაშვილის არქივიდან და რაღაცნაირად ძალიან ახლოს მოვიდა ეს მანერა მამაკაცის ჩდომის ამ საგასთან. ორგვარი ქალია ალექსანდრე ყაზბეგის პირად არქივში. მთელი არქივი რომ გადავათვალიეროთ, ორგვარი ქალია. ერთი მეორისგან რადიკალურად განსხვავებული. ერთია ამაღლებული, არამეწიერი ქალი, როგორც ზეციური უმანკოება. აი როგორ აღწერს მაგალითად ქალს, რომელიც მოსწონს, რომლის მიმართაც სიმპათია აქვს. მშვენიერად მაღალი სტანის, ამაყურად ამაღლებულის მკერდი სუნთქავდა იმ სუნთქვით, რომელიც ამტკიცებს მცირე მღელვარებას. მშვენიერ თეთრ უმტვერო პირის სახეზე ეშლება ვარდსავით სიწითლე, ტუჩებზე აზისფერი მარჯანსავით მომღელვარე, პატარები და მუდამ მომცინარი, ნიკაპი რგვალად მოყვანილი ცხვირი, სწორი რიგიანი პირის სახესთან მშვენიერი ლურჯი თვალები, მოკლედ გრძელდება ანგელოს გავდაო მშვენიერი თითებით, გრძელი და თეთრი, როგორც ბროლისებრი ხელებით და არ შემიძლია აგიწერო მისი მშვენიერება, ეს არის ციური უმანკოება. ამას დედას წერს, დედას ასეთი ტიპის ქალებიც არსებობენ ალექსანდრე ყაზბეგის ცნობიერებაში და მეორე ტიპის ქალი. ესე იგი, ეს არის რადიკალური სხვაობა ქალებს შორის, რადიკალური უბსკრული ქალებს შორის. შენახული აქვს ერთი საარქივო დოკუმენტი, მე რა თქმა უნდა აკაკი წერეთელზე საუბრისას არ მოვიტანე მისი სკაბრეზული, ბილწი, ლექსები, მქონდა გადაღებული, ვიფიქრე რაღაცები, მაგრამ არ მოვიტანე, იმას არ სჭირდებოდა, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის არქივისთვის ეს იმდენად დამახასიათებელია, იმდენად ნიშნეულია, რომ შეიძლება 40% იყოს ქალებისა ასე წარმოდგენილი. მას აქვს ერთი დიდი რვეული, არა ყველასთვის საკითხავი ლექსები, რომელშიც შედის ეგრეთ წოდებული პორნოგრაფიული შინაარსის ლექსები. ასეთ ქალს ავტორი უფრო განზოგადებულად წარმოგვიჩენს იმ მეთოდით, რომ ბევრ სხვადასხვა სახელს არქმევს. ესე იგი, საინტერესოა, რომ იმ დროინდელ საზოგადოებაში თუ რომელიმე სახელი არსებობდა ქალის, ყველა სახელზე აქვს გარითმული ამგვარი ლექსი. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მაღალი სკეპტიციზმით უყურებს ამ თემას, ეპითეტებსა და შედარებებში ძალიან თამამი და სკაბრეზულია, რაც ზოგადად მთის აზროვნებისთვის არის დამახასიათებელი, რადიკალურობასაც მთის აზროვნების მახასიათებელ ერთ-ერთ ნიშნულად მივიჩნევ. აი ეს გახლავთ არა ყველასთვის საკითხავით, ბევრი ჟურნალისტი მოდის ჩვენთან და ერთად მუშაობთ რაღაცაზე და ერთი ძალიან დიდი შემოტევა მაქვს, რომ გამოვცეთ არა ეს ალექსანდრე ყაზბეგის ლექსები, არამედ მაგას მე ვერ გამოვცემ. არა სათაურით არა ყველასთვის საკითხავი ამოკრებილი და ძალიან დიდი ცდუნების წინაშე ვარ, რომ ეს არ გავაკეთოთ. აი ესეც სხვათა შორის არის ქეთევან მაღალაშვილის ჩანახატი და რატომღაც ამ თემასთან დაკავშირებით მოვიყვანე და რაღაცნაირად მომინდა ასე გაკეთება, კითხულობ ასეთი ნიშნით არის და მე უბრალოდ თვალის გადავლებით მოვიყვანე რამდენიმე არ მინდა რომ წაიკითხოთ ციციას, მართას სახელები ვერას, თამარს, ბაბალეს, ქეთოს, ლიზას, სოფიოს და ასე შემდეგ ყველა სახელია თითქმის სადაც კი რაც კი აი მე იმიტომ მოვიყვანე ეს ახლა ისეთი არაფერი ყველა არქივში შეიძლება ასეთი მასალის მოძიება. უბრალოდ იმ ქალთან შედარებით, იმ პორტრეტთან შედარებით, რომლებიც ასე ხშირია, როგორებიც ასე ხშირია მის შემოქმედებაში, აი ასეთი ქალებიც არის და ისეთი ჩვეულებრივი მიღებული ამბავია. აი ხა კიდევ ერთი წამოწდენა აი ამ დაგვარ ქალთან დაკავშირებული ვაჟა-ფშაველას არქივიდან. ხო, არქივი იმით არის საინტერესო, რომ მასალა არ არის ის მხოლოდ რაც ტექსტურად წერია. მასალა ის არის რაც გაგეპარება, წამოგცდება, რაც გაგამხელს და ვაჟა-ფშაველასთვის ფშაური ლექსების ერთ კრებულში, კრებული აქვს დაწერილი, შეგროვილი აქვს ფოლკლორული ლექსები. 29 ლექსიდან 12 არის ომისა და კაიყმობის და 17 ქალის გაუწონასწორებელი ბუნების შესახებ არის ეს შეგროვილი. მეორე კიდევ უარესი ახლა ესეთი არქივში არაფერია ცუდი ან კარგი, ყველაფერი
ყველაფერი ნეიტრალურია, უარესი ჩვენი პატარა ადამიანების მოგონილი შეფასებებია. ხო, ერთ ცნობილ ლექსში არათქვე სადიაცენო, რომ ძროხები ვიწყებით, ღამი მაძღრები დაწვევით, ილიფშივრებით დგებით და კაიყმის ბოლო სტრიქონია ეს. ანუ კაიყმობის ანტიპოდურ ფორმად მიიჩნევს სადიაცეობას, ანუ კაცის საქალო დანიშნულებას, აი დიაცურობა არის ყველაზე დიდი დამამცირებელი თემა მისთვის. და ყველაზე მთავარი, რასაც მე ვფიქრობ და რაც ნამდვილი არაცნობიერი წამოწდენა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაიყმა მამაკაცობის ისე დედაკაცობის კონცეპტუალური საზრისი თუ ვინმეს ესმოდა, ვაჟა-ფშაველას ყველაზე უკეთ ესმოდა, ის ერთი და იმავე წინაზე ვთქვი ეს ნანონსივით, ერთი და იმავე წარმოების კომპოზიტებს, დედაკაცი და მამაკაცი განსხვავებულად წერს. ეს შედგენილი სიტყვა დაიწერება ერთად თანამედროვე ორთოგრაფიით, მამაკაც წერს ერთად, მეგობრებო, დედაკაც გამყარით. აი აქვს რაღაცნაირად არაცნობიერი წინააღმდეგობა, წამოწდენის მაგვარი და წერს ასე.